გიორგი კაბულაშვილი საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი არის ჩვენთან სტუდიაში. მადლობთ რომ პირველ რიგში დაგვითმეთ დრო, ვიცით რომ გამალებული სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ჯერ პირველ რიგში საორგანიზაციო საკითხები გვაინტერესებს ბუნებრივია და შემდეგ უკვე წმინდა სპორტული. რა ეტაპზეა საქართველოს დარჩა სულ რამდენიმე დღე 27 სექტემბრამდე? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები თქვენ ტელემაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ორგანიზატორობას თვითონ არის ყველაფერი კარგად, ძალიან ესე საკმაოდ შეძლებული და ჭკვიანი გუნდი ყავს, ასე რომ ვთქვათ, ყველაფერს აკეთებენ იდეალურად, მივდივართ წინ. არანაირი შეფერხება არ გვაქვს, ეტაპობრივ როგორც ხდება მომზადების პერიოდი, თუნდაც სპორტსმენების ასე ორგანიზატორობაში, ყველაფერი არის კარგად. ველოდებით უბრალოდ 27 რიცხვს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას. რა თქმა უნდა ძალიან შრომის ფასი იყო ეს შრომა და ძალიან ბევრი შრომა დაგჭირდა ამ მსოფლიო ჩემპიონატის მოპოვებისთვის პირველ რიგში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის მე უკვე მომავალში რა თქმა უნდა ეს მოხდა სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბატონი მინისტრი შალვა გოგოლაძის მხარდაჭერით პრემიერის მხარდაჭერით გამოთქვისული რომ მართლაც ესეთი ერთ-ერთი წარმატებული სპორტია ყურებადი სპორტია და ჩავთვალეთ რომ მისაღები იყო ჩვენი ქვეყნისთვის რომ ჩატარებული იყო მსოფლიო ჩემპიონატი. ეს იმდენად კიდე ესეთი სასიხარულო ამბავია, მაგრამ კიდე უფრო სასიხარულო ამბავი ისაა რომ არა მარტო წელს იქნება მსოფლიო ჩემპიონატი, არამედ მომდევნო 2 წლის განმავლობაში კიდევ ჩატარდება საქართველოში ზედიზედ მსოფლიო ჩემპიონატი. ანუ გარანტირებული კონტრაქტი გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი. ეს დიდი მიღწევაა რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში სპორტის სამინისტროს ბატონ შალვა გოგოლაძეს ჩვენ მინიჭს, იმიტომ რომ მაგის ძალიან ბევრი დამსახურებაა და ზოგადად ამ სპორტის განვითარება და ამ სპორტის ხელშეწყობისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იქიდან გამომდინარე რომ ბევრი აქვს გაკეთებული რომ ეს სპორტი წინასულიყო რა. დღეს სპორტულ მხარეს რაც უკავშირდება როგორი ვითარება მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადაერთო უშუალოდ შერეულ საბრძოლო ხელოვნების დაუფლებას ცდილობს, გეგმავს, აპირებს. ადრე იყო ესეთი მოცემულობა ზოგი სპორტსმენი ჭიდაობიდან მოდიოდა, ზოგი კრივიდან, ზოგი ძიუდოდან და ასე შემდეგ. დღეს რა ხდება? დღეს რა ხდება? ეხლა მოგახსენებთ იქიდან გამომდინარე ჩვენმა გუნდმა მე თვითონ როგორც ფედერაციის პრეზიდენტი დიდი ხნის უკან დავიწყეთ ეს მუშაობა, არც დაფინანსება ქონდა, არაფერი არ ქონდა იმ დროს და ერთობლივად ერთად შევქმნით ისეთი რაღაც, რომ უკვე ოფიციალურად ტარდება ჩემპიონატი, საქართველოს ჩემპიონატი, არის ყავს ეროვნული ნაკრები, პირველი, მეორე, მესამე ნომრები, არის შეკრებები, არის ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც უკვე ძალიან წარმატებით ვასპარეზობთ მსოფლიო ასპარეზზე. MMA-ის კუთხით, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ეს უკვე მიღწევაა და აღარ არის ახლა ის სიტუაცია რომ მაგალითად მოჭიდავე გადმოვიდეს და მოკრივე გადმოვიდეს. არა, გადმოვიდეს, არ გადმოვიდეს. არა, მიღებაზე არის ახლა ლაპარაკი რომ შეგვიძლია უკვე არის ძალიან ბევრი მომავალი თაობა, რომელიც დაინტერესებულია MMA-ით და მოდის პირდაპირ 6-7 8 წლის ასაკში მოდიან როგორც სხვა სპორტის სახეობებში მიდის პატარა ასაკში ანალოგიურად ანუ შეიძლება რომ ბავშვი მოვიდეს და პირდაპირ ვარჯიში დაიწყოს MMA-ზე. კიდე იმ პირდაპირ MMA-ზე გააგრძელოს ვარჯიში. რა თქმა უნდა. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პოპულარული სპორტია. პოპულარული სპორტია, ყურებადი სპორტია. აი ჩვენ გვაქვს კიდევ ახლა მაგალითად ორგანიზაცია არის GFC, მოგეხსენებათ, იცით კარგად ხო და ძალიან პოპულარულია. საქართველოში ახლა ეგეთი ის კი არის კიდე სხვადასხვა ორგანიზაციები, რომელიცაც მივესალმები და პირიქით კარგია სპორტის განვითარებისთვის და მეც თუ რამე შემიძლია ვეხმარები და მხარს უჭერ რომ ჩატარდეს კიდე სხვადასხვა ორგანიზაციები IFC არის, გამას MMA არის, ჩამოაყალიბეს და ვინც არიან ახლა პრეზიდენტები, ყველასთან მაგარი კარგი ურთიერთობა მაქვს, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ვეხმარებით თუ რამე შემეძლება და თუ რამე იქნება რომ ბავშვები განვითარდნენ, წინ წავიდნენ სხვადასხვა შეჯიბრებზე, მაგას არაფერი არ იჯობია, რა თქმა უნდა. იცით რა მაინტერესებს, თქვენ ახსენეთ რომ საქართველოს ნაკრები გვყავს, სადაც არიან პირველი, მეორე და მესამე ნომრები. აი საქართველოს ნაკრები როგორ ხდება ამ ნაკრების დაკომპლექტება, შერჩევა? როგორც ჩვეულებრივად სხვა სპორტის სახეობებში. ტარდება საქართველოს ეროვნული ნაკრების საქართველოს ჩემპიონატი. ჩემპიონატიდან გამოირჩევა პირველი, მეორე, მესამე ნომერი.
ანუ გამარჯვებულები გამარჯვებულები რა თქმა უნდა თუ არ გაიმარჯვებს ვერ გახდები საქართველოს ჩემპიონი მიწმენ შანსი არ არის შანსი არ არის გამარჯვებული სირთულის თვალსაზრისით აი თქვენ როგორ შეგიძლიათ რომ დაახასიათოთ იმიტომ რომ საქართველოს ჩხუბი ძალიან ბევრი მაიცის თან კარგად მე კარგია ან კონკურენცია მაინტერესებს კონკურენცია სხვათა შორის არის ძალიან დიდი. უყურე მაგალითად საქართველოს ჩემპიონატი უკვე მესამე წელია, რაც აღიარება გვაქვს ჩვენ ოფიციალურად სამინისტროსგან. რომ აღიარებული ფედერაცია, ჩვენი ფედერაცია და მესამე წელია მიდის საქართველოს ჩემპიონატი და რომ დავიწყეთ 118-120 მონაწილე ყავდა დაახლოებით. ამ წელს რო ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, ხო? უკვე ყავდა 400 რაღაცა მონაწილე დაახლოებით 412 თუ 415 დაახლოებით ზუსტი ციფრი არ მახსოვს რა. ეს უკვე ძალიან დიდი რეკორდული მაჩვენებელი არის ამ 3 წლის განმავლობაში. ეს იქიდან გამომდინარე რომ უბრალოდ თვითონ ახალგაზრდები და მომორეთაობა დაინტერესებულია ამ სპორტით. და ჩვენც მაქსიმალურად ხელს უწყობთ და ყველანაირად ვეხმარებით. მიეცა ის როგორ გითხრათ, ის სახე მიეცა ამ სპორტს რომ უბრალოდ ამ სპორტში მიხვდნენ, აი მაგალითად დღეს ახლა საქართველოს ნაკრები არის შეკრებაზე რა, ქალაქში ვარდიშობენ, ემზადებიან ამ სოფლიო ჩემპიონატისთვის. იქ ისეთი ბავშვები არიან სულ ყველანი ხო, რომ ეს შეკრება და რაღაცა არ ქონიათ რა, ეს გამოვლილი ეს პერიოდი, რომ პირველი ნომერი, მეორე ნომერი ნაკრებში რო იყვნენ. ხო, რაღაცა ის დისციპლინა ჭამა დაძინება. ნელა ეს მოდის უკვე, ეს დისციპლინას, ეს ძალიან იდეალური ბავშვები არიან სხვათა შორის და ერთი გუნდია, ერთ გუნდად არის შეკრული, თავისი მწვრთნელებთან მასწავლებლებთან ერთად და ერთობლივად აკეთებენ აი იდეალურად ყველაფერს, რომ როგორც მე ფედერაციის პრეზიდენტი, მაგალითად შენიშვნას რო არ ამაქვს, რომ აი ესე არ გააკეთო და ესე გააკეთე, ხო? ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და მოხარული ვარ, რომ ესეთი ახალგაზრდა თაობა მოდის და ჩვენ ნაკრებში არიან. მაინტერესებს სოფლიოს ჩემპიონატზე ბუნებრივია რომ ბევრი სტუმარი ჩამოდის, ბევრი მონაწილე ჩამოდის. არის თუ არა თქვა გამოკვეთილი ქვეყნები, რომლებსაც შეიძლება რომ თქვა წინასწარ ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ, თუ არ არის ეს სპორტი, სადაც ვინმე შეიძლება იყოს ფავორიტი ან აუთსაიდერი. ზოგადად ხო არის ხოლმე ესეთი რაღაცა, ყველა სპორტის სახეობაში ყავს ქვეყანას ყველა თავის ფავორიტი რა. რომ რაღაცა ჩვენც ყავს, რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე ჩვენი ფავორიტი ახლა მაინც მსოფლიო ჩემპიონატისთვის არის ბაჰრეინი. ბაჰრეინის გუნდი არის, ბაჰრეინის ნაკრებია, რომელიც მართლა ძალიან ძლიერები არიან. ბაჰრეინი, ყველაზე მეტად ბაჰრეინს უნდა უფრთხოდეთ ჩვენ. უფრთხოდეთ, ახლა ჩვენ არავის არ უფრთხით, მაგრამ მაინც ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ყველა ნიუანსს, იმ ყველა პატარა მოქმედებასაც, რომ რაღაცა შეცდომა არ დაუშვათ და იდეალურად ჩაიაროს ყველაფერი. კაი, მოდი ახლა ფორმატის შესახებ განვუმარტოთ ჩვენ მაყურებელს. ყველა მიჩვეულები ვართ, რომ თქვა თითო ბრძოლას უყურებთ ხოლმე, თუნდაც საერთაშორისო დონეზე მსოფლიო ჩემპიონატი არ არის ერთი ბრძოლა. იწყება 27-ში და სრულდება 2-ში. ანუ როგორ ვითარდება ტურნირი კულმინაციამდე? აი, მე აგიხსნით, ახლა სულ მიწევს ხოლმე მაგის ახსნა რა, იმიტომ რომ კიდევ ვიზახი ისეთი განვითარებული კიდევ არ არის და არის განვითარებული არის ინფორმაცია შეიძლება ჯერჯერობით არის. კი, განვითარებული კი არა, მაგრამ აი ეს სამოყვარულო MMA-ზე მაგ ლაპარაკებია, ხო? აი როგორც მაგალითად ავიღოთ კრივი რა. იგივე ვარიანტი არის ზუსტად როგორც არის კრივში ევროპის ჩემპიონატი ავიღოთ საქართველოს ჩემპიონატი ავიღოთ, მსოფლიო ჩემპიონატი ავიღოთ, ხო? მინიმუმ ევროპის ჩემპიონატზე 4 ბრძოლა გიწევს რომ იბრძოლო და როგორ ძალიან რთულია რა, კრივშიც მასია ზუსტად. ყოველ დღე გიწევს წონის ჩაბარება და ყოველ დღე ბრძოლობ. 4 დღის განმავლობაში. ყოველ დღე ბრძოლობ. ეს უკვე ძნელია რა, ძალიან ძნელია, წონა აბარო ყოველ, იმიტომ რომ ერთი ბრძოლა არ არის. ეს პროფესიონალებზეა რომ მარტო ერთი ბრძოლა გაქვს და შეიძლება 10 კილო დაიკლო, 15 კილო დაიკლო და სადღაც სუტკა ნახევარი გაქვს აღდგენისთვის და ეს უკვე შენ გეხმარება რომ მე იმ მეორე დღისით რო გახვიდე საღამოთი და იბრძოლო სრულ ფორმაში იყო და აღდგენა. ანუ აქ ყველა ორთაბრძოლის წინ აბარებს წონას. აქ ყველა ორთაბრძოლი ყოველ დღე დილით აიწონები და მე ალბათ მოგიწევს 12-ზე, 1-ზე, 3-ზე უკვე მსოფლიო ფედერაციის რაც არის და კომპიუტერი როგორ დასვავს, ვის როდის უწევს. ანუ კენჭისყრაც რა თქმა უნდა, კი, ვინმე შეხვდება როგორ, ესე იქნება დრო. იმიტომ რომ ეს რამდენი წონის კატეგორიაა? წონის კატეგორია არის ქალებსაც თუ ჩავთვლი სადღაც 18 წონის კატეგორია. 18 წონის კატეგორია და საქართველოს რამდენი წარმომადგენელი ხავს? საქართველოს ყავს 28 წარმომადგენელი. იმიტომ რომ რახან ჩატარდა და ტარდება უბრალოდ
საქართველოში სოფლიო ჩემპიონატი იქიდან გამომდინარე უფლება ქონდა რომ ყველა წონაში გაურება გავკეთებინა სპორტსმენები. გაურება მე მაყურებელს აუხსნია ძიუდოში შეგხვედრია ეგეთი რამ ერთ წონაში პირველი ერთი ქვეყნის ორი წარმომადგენელი. ერთი ქვეყნის ორი წარმომადგენელი ზუსტად ჩამოაყალიბეთ. ხო 38 სპორტსმენი მყავს. ფინალში გასვლისთვის რამდენი ბრძოლის მოგებაა საჭირო საშუალო? შეიძლება წონაში თქვა ერთგან 1-11 ერთით ნაკლები მაინც იყოს, ხო? ფინალში რო გახვიდე მინიმუმს გეუბნები 4 ბრძოლა მაინც უნდა მოიგო. 4 ბრძოლა უნდა მოიგოს. კი, აუცილებლად. მოდი მაყურებელს უთხრა თბილისის ოლიმპიური სასახლე და ბილეთების ყიდვა სად არის შესაძლებელი? ბილეთები სავარაუდოდ ბილეთები არ გაიყიდება ფინალების დრო შეიძლება გაიყიდოს რაღაცა მიზერული თანხა იქნება 5-10 ლარი სიმბოლური პროსტა რო არის სოფლიო ჩემპიონატის ფინალი და იქიდან გამომდინარე მაგრამ მაგაზეს დავკორექტებით და გავაგებინებთ მე უკვე საზოგადოებას თუ იქნება ბილეთი თუ არ იქნება მე სხვა სპორტის სახეობებიდან გამომდინარე თქვა რა სიტუაციაც არის იქ გონია რომ თქვენთანაც ეგეთი ვითარებაა და რას გულისხმობ იმიტომ რომ ფეხბურთზე მაგალითად მიდის ხოლმე მთელ თბილისში რეკვა რომ ბილეთი მიშოვე თქვენთან რა ხდება ანუ მაყურებელს უნდა ველოდოთ მაყურებელს ძალიან ბევრი მაყურებელი მოვა სოფლიო ჩემპიონატია ზეგანაც აღნიშნე რომ გვაქვს ჩვენ ორგანიზაცია ქართველებს აი მაგალითად თუ კი ვინმე ქართველი იყო და გაიზარდა და იზრდება ამ ორგანიზაციაში GFC-ში მიიღო რეკორდია იმას ნიშნავს რომ ტოპოლოგი არის ამერიკული საიტია სადაც შენი მონაცემები იწერება იქ მოგება წაგება და ყველაფერი სპორტსმენს როცა მოგება არ აქვს არაფერი არ აქვს არავინ არ აჩხუბებს არც ერთ დიდ ორგანიზაციაში ამას ვაკეთებს ქართული სპორტსმენებისთვის ეს ორგანიზაცია მაგიტომ არის ჩამოყალიბებული რომ რეკორდი დააგროვოს იმ ახალგაზრდა სპორტსმენმა 5 ბრძოლა 6 ბრძოლა რომ უკვე მე წავიდეს სხვა დიდ ორგანიზაციებში როგორც არის UFC, Bellator, One Championship და სხვადასხვა დიდი ორგანიზაციები. და აქედან გამომდინარე კიდე იმას დავამატებ ხო რომ წინა იმაზე იმედიდილაში ვიყავით ერთად ვიყავით მანდატ და მანდატს აღნიშნე რომ GFC ორში თავდება მსოფლიო ჩემპიონატი ოქტომბერს და 3 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე დაიწყება ბრევი არის ესეთი ორგანიზაცია რომელიც არაბების ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაცია თუნდაც თოფურიაც მაკედან არის გადასული ქუთათელაძეც ჯიმაევიც ანუ UFC-ში ვინც გადავიდა ჩვენები ყველა ამ ორგანიზაციიდან გადავიდნენ ამათ გარდა კიდევ ძალიან ბევრი ადამიანები გადადეს იმიტომ რომ დიდი ლიგაა და ძალიან ძლიერი ლიგაა და ჩვენ შევძელით პირადად მე რომ ეს სოფლიო ჩემპიონატის დასრულების დროს 3 რიცხვში საღამოს ტარდება ბრევი და GFC ერთობლივად. ნუ არის ხომ წერენ ხომ რომ აი ბრევი ჩამოდის, ბრევი ტარდება და იმას კი არის ახიან ბრევი რო ჩამოდის, როგორ ჩამოდის, რა ორგანიზაცია ეს იმ ხალხმაც იცის რომ ეს რა ორგანიზაცია საქართველოში და იმის თქმაც არ უნდა უბრალოდ ელემენტარულია რა. დი მაყურებელს კიდევ ერთი ამბავი უთხრა შეიძლება ბევრისთვის სიურპრიზი იყოს, მაგრამ ბრევში 3 ოქტომბერს იჩხუბებს ბექა ღვინიაშვილი ძალიან რაც ყველა ელოდება მართლა იმდენი ადამიანი მირეკავს რომ საოცრად ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და მე დიდებშიც ძალიან წარმატებული და მაგარი მისი ზედმეტსახელი არის ტაისონა ყველა ესე იცნობს და მე მგონი თავის ზედმეტსახელი ეხა ყველაზე მეტად გამოადგება არა ჩვენ ვილაპარაკეთ ბავშვობიდან ვიცნობ გორელი ვარ მე თვითონაც ბეკაც ეხლა სულ გორშია გაზრდილი ბავშვობიდან მეგობრობ უმაღლესი ადამიანი არის და სხვათა შორის კაი წლების უკან ვეუბნეოდი რომ წამოდი არა უნდა ვიჭიდაო და ერთი დღეც იყო და მითხრა რომ მინდაო რომ მოდი მოსინჯაო ჩემთან მეშო და მეთქი აზია ლაპარაკი და სხვათა შორის უნდა ეჩხუბა სოფლიო ჩემპიონატზე ახლა მაგრამ რაღაცა პრობლემების გამო სოფლიო ჩემპიონატზე ვერ შეძლო და რახან ბრევი და GFC ტარდებოდა ერთობლივად მეთქი ბარემ პროფესიონალურად დავიწყო და გავაკეთოთ ერთი ბრძოლა თქო რა ვის ხდება სხვათა შორის თურქია არის იმას ბრძოლა ჩატარებული 4 ბრძოლა როგორც ჩატარებული კი გამოცდილია ბექასთან შედარებით ბრძოლაში გამოცდილია რა ეს დიდ რაღაცას ნიშნავს და იმედი მაქვს რომ ყველაფერი დამთავრდება იდეალურად რაც შეეხება ბრევს და GFC ჩატარებას კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენი ქართველი სპორტსმენი რომელსაც ძალიან ყველაზე მეტი ბრძოლა ჩატარებული ქართველი სპორტსმენებიდან რაულ თუთარაული იბრძოლებს ბრევის კამრის სოფლიო ჩემპიონატისთვის ანუ მოდი ეხა ცოტა განმარტება დაგვჭირდება რომ კარგად აუხსნათ რას ნიშნავს ეს ყველაფერი აი მაგალითად არის UFC ხო არის ჩვენი მერაბი გახდა
სოფლიო ჩემპიონი ეს არის ყველაზე პირველი ლიგა UFC. ნუ სადღაც მეორე მესამე ლიგა არის ბრევის, რომელსაც ანალოგიური ჩემპიონები ყავს ყველა ფეხბურთში გავაკეთოთ კონვერტაცია, ანუ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგას ნიშნავს დაახლოებით. ევროპის ლიგა არ არის ეს, ესეც მსოფლიოს ლიგა ჩვენთან ესე არის. პოპულარობის თვალსაზრისითაც მსოფლიო მითის უკვე ეს ლიგას. იმიტომ რომ აქ ძალიან ერთი 10-12 ორგანიზაცია, რომელიც ძალიან ცნობილია. ერთ-ერთი ორგანიზაცია GFC ჩვენიც უკვე მეტნაკლებად ვერ გეტყვით რომ ყველა მითის, მაგრამ მეტნაკლებად უკვე გაიცნო ხალხმა იქიდან გამომდინარე რომ უკვე უცხოელი სპორტსმენები რომ მოყვავს მონაწილეობას რომ იღებენ და ასპარეზობენ. ეს უკვე მე გინდა არ გინდა ის თავის გვერდედებს იქ როგორც ხდება მე უკვე მოკლედ ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები თქვენ სპორტის სახეობაში. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ყურება. იქ კი არა ბევრი სხვათა შორის ამბობდა რომ რას ვიფიქრებდი დილის 5 საათზე ქართველი თავისნებით რომ გაიღვიძებდაო, იმიტომ რომ იქ UFC-ს ჩვენ ჩემპიონებს თვალს ვადევნებთ ხოლმე. ეს საკითხი გასაგებია. მე მაინტერესებს შენი მოსაზრება როგორც ყოფილი სპორტსმენის, ახლა როგორც ფედერაციის პრეზიდენტის და ამ საკითხში ძალიან კომპეტენტური ადამიანის აზრი არის მნიშვნელოვანი. აქვს თუ არა აი ამ წარმატებებს სპორტის ამ სახეობაში თქვა გენეტიკური დატვირთვა. ამდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში ვართ ქართველები, წარმატებულები, მაგრამ სადაც საუბარია ბრძოლაზე, ჭიდაობაზე, იქ გამორჩეულები ვართ და ამის ახსნა ცოტა რთულია ალბათ, მაგრამ მაინც გონია რომ შეგიძლია პასუხისგაცემა. არა, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ზოგადად ქართველიერი იმ თავიდანვე ბრძოლაში ვართ სულ და ბრძოლის ერია და აი როგორ განვითარებულები ვართ ამ ბრძოლაში, ჩვენი წინაპრები, ჩვენი ყველა ის ადამიანები, ვინც თუნდაც ჩვენი აწუხელეძე ავიღოთ, ჩვენი დამენი ავიღოთ, ეს ქართველი გმირები, ვინებიც არის, რასაკეთებენ საქართველოსთვის და თავს გაწირავს, ხო რა თქმა უნდა, გაუწერიათ თავი ბევრ ადამიანს რა და ეს გენში გვაქვს უკვე ჩვენ ბრძოლა გვაქვს გენში და ადვილი არის უკვე ჩვენთვის ეს ბრძოლაც და ბრძოლა ხა ხუბია იგივე რა ეს და იქიდან გამომდინარე აღარ უჭირთ ამ ახალგაზრდა თაობას და მოდის კიდევ ახალგაზრდა თაობა და ჩვენიც უნდა გავაკეთოთ ის დაგვრჩენია რომ უბრალოდ სწორი მიმართულება მიცეთ და კარგად გაიზარდონ და ბრძოლის უნარიანები გახდნენ და პირიქით ბრძოლა უყვარდეთ და დაიცვან ქვეყანა თავისთავი ოჯახი პირველ რიგში და ამაზე კარგი არაფერი არ არის. კი ბატონო, რაც თავარია, ერთია მაღალი მიღწევების სპორტი, მეორე არის სპორტის ხელმისაწვდომობა და მასობრივი სპორტი და პირადად ჩემი აზრია, რომ აი ამ გაჯეტების ეპოქაში ზოგადად სპორტის მნიშვნელობა 1/1000 გაიზარდა. თქვენ ახსენეთ ახლა პატარა ბავშვები, რომლებიც პირდაპირ MMA-ში სავარჯიშოდ მოდიან. ძალიან ბევრი მოდიან. აი საერთო ჯამში თქვენი ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად მთელი კალენდარული წლის განმავლობაში არაერთ შეჯიბრს ატარებს. თითქმის ყოველთვის შეჯიბრები გვაქვს. ხო, აი რამდენ სპორტსმენში გვაქვს რა არეალი გვაქვს სპორტსმენებში, რაოდენობის თუ არის ეს 1000 სპორტსმენი, არის 500, არის 300 თუ როგორ არის? თვლიანობაში რაოდენობა რო ეს ავიღოთ 1000 არაფერი არ არის, 2300-ვა და მეტი შეიძლება იყოს. კონკრეტულად ახლა ეს არ ვიცი რა ზუსტად, მაგრამ დარწმუნებული 2000 მეტი იქნება. თვლიან საქართველოში არ მეტი იქნება. იმიტომ რომ ყველა დარბაზი ვიცი და ძალიან ბევრი დარბაზები იხსნება კიდე. და ბავშვები არიან ძალიან ბევრი. გასაგები. და ჩვენ გეგმავთ რომ უბრალოდ აი მარტო დიდებში ქონდა ხოლმე აქცენტი გაკეთებული ახლა და უკვე მომავალი წლიდან დავიწყებთ აქტიურობას ახალგაზრდა ბავშვების შეჯიბრების ჩატარებაში რა. რომ ღონისძიება ჩავატაროთ, სპორტსმენი ზოგადად პრაქტიკაში იღებს გამოცდილებას ხო? ხო, ზოგიერთი ამბობს, რომ ყველაზე კარგი ვარჯიშს, ყველაზე ცუდი შეჯიბრი ჯობია. კი, თუ არ იბრძოლა და გამოცდილება ბრძოლიდან არ მიიღო, რაც არ უნდა აუხსნა პრაქტიკულად და როგორც არ უნდა უთხრა. სანამ გალიაში არ მოხდება, მოკლედ ვერ მიხვდება, ხო? ვერ მიხვდება, მართლა ვერ მიხვდება. შეიძლება ძალიან მაგარი იყოს, მაგრამ გალიაში რო შევა ის სიმაგრე რაც იცის, ყველაფერი დაავიწყდეს. შეიძლება დაავიწყდეს. ეგეთი შემთხვევას ყოფილა ძალიან ბევრი. არაფერი რო არ იცის გარედან რო ელაპარაკები. ხო, მაგ დროს შეიძლება ხო სმენადობაც არ იყოს აუცილებელი არის რომ ეს შეჯიბრები ჩატარდეს ახალგაზრდამ თაობაში და თან რატო არის კარგი ეხლა ტრამვიანი სპორტი MMA რა ბრძოლა წესების გარეშე ეს აღნიშნავ მასი არ არის რა წესები გვაქვს რა თქმა უნდა ახალგაზრდებში ეხლა მაგალითად ხო მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონატზე საერთაშორისო ტურნირებზე ახალგაზრდებში 18 წლამდე მაგალითად სახელი დარტყმა არ შეიძლება რომ ეს დაცული არის ყველანაირად რომ რაღაცა ბავშვებს არ მიაყენოთ რა
კიდობა გრიპლინგი არის, ტანში დარტყმები არის, ფეხებში დარტყმებია და ეგეთი რაღაცები დაცულია ყველანაირად ბავშვი და მშობლებიც უკვე მე ინტერესდებიან რომ არ არის ეს კაცური ჯანიანი სპორტია და შევიყვან ბავშვს რომ განვითარდეს ბრძოლა ისწავლოს ხო რომ გაიწება მე რა თქმა უნდა ის ჩვენ ყავს გოგო სპორტსმენები საქართველოში სხვადასხვა რამდენიმე ორთაბრძოლა მეც ნანახი მაქვს და მე მგონი ამ თვალსაზრისითაც არის პროგრესი. კი გოგოებიც ვითარდება ნელ-ნელა ახალგაზრდა გოგოები მოდიან კიდევ და ის ლიანა ჯოჯუა ყველამ ვიცი და მან სხვადასხვა ძალიან კარგი ბიძგი მიცა ზოგადად ამ საქმეს კიდე გოგოს მხრივ რომ გოგო ლიანაზე მეგობარია ჩემი და ჩვენ თავარდიშო დარბაზში ერთად ვართ სულ და მაგის ბევრი დამსახურებაა რომ თუნდაც გოგოები არიან დაინტერესებულები რომ მივიდნენ და MMA სპორტზე გააგრძელონ. ზოგადად საქართველო პრეცედენტული ქვეყანაა სპორტშიც, აი მაგალითად 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ 100-ის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა, ხო? მე ერთი პერიოდი იყო რაგბი, გაიხსნა ოლიმპიადა რომ მოიგო 2004 წელს. მე იყო რაგბი, ხა ფეხბურთი და გალათბურთი. ოღონდ იმას არის რომ ან რაგბმა დაკარგა პოპულარობა, ან MMA პირიქით უფრო მეტად. უფრო მეტი დაინტერესება და უფრო მეტი мотиваცია ზოგადად ქართველებში, ახალგაზრდა თაობაში, რომ MMA-ზე მივიდნენ, რაგბზე მივიდნენ, ფეხბურთზე მივიდნენ. ძალიან ბევრი სპორტის სახეობა დაკავებული უკვე ამ ახალგაზრდებით რა. კი, სხვათა შორის, აი ვისაც სასიხარულოა რა. ვისაც პატარები ყავს, ალბათ დამეთანხმებიან. ერთადერთი პრობლემა, ვთქვათ, ყველაზე მთავარი შეიძლება იყოს ხშირ შემთხვევაში, რომ ბავშვების რაოდენობა არის ბევრი და მწვრთნელების, ვთქვათ, ემდურებიან ხოლმე მშობლები, რომ ვთქვათ, ბევრ ყურადღებას ვერ აქვს. ეს მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულოა და დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემაც მალე იქნება აღმოფხვრილი. წარმატებებს გისურვებთ, გიორგი კაბულაშვილი. მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება 27 სექტემბერს და დასრულდება 2 ოქტომბერს, თუმცა 3 ოქტომბერს იგივე ოლიმპიურ სასახლეში არანაკლებ საინტერესო ორთაბრძოლები გელით. დასრება თავისუფალი იქნება მინიმუმ 2 სამში დასრება თავისუფალი იქნება. სამში ეს პროფესიონალური ბრძოლებია, ძალიან ესეთი ორგანიზაცია და ისეთი რაღაცა. არა მე მსოფლიო ჩემპიონატს რა თქმა უნდა კი თორე. და მინდა მოგიწოდოთ რომ შევავსოთ ოლიმპიური სასახლე ძალიან საინტერესო სანახაობა გელით და ჩვენს სპორტსმენებსაც ხარდაჭერა ნამდვილად ჭირდებათ. უნდა უგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს, რადგან მართლა ჭირდებათ ქართველების გულშემატკივრობა საქართველოში არიან და უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, რა თქმა უნდა და მეტი მოეთხოვებათ. კი ბატონო, მე ერთი კვირით დაგემშვიდობებით, წარმატებულ უქმეებს გისურვებთ.